ცვალებადია დრო და მიზანი წელიწადებიც ასე გადიან, მაგრამ უცვლელი ქვეყნად ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადია. ყველაფერი უკვე იყო და ის მეორდება. გამეორების უსასრულო ოკეანეში, ჩრდილსა და უკიდურეს ნათელში, საბჭოთა კონjunktურის მიღმა დგანან მიხეილ კობახიძის მოკლე, ლაკონური ფილმები, რომლებიც კინოს დღესასწაულს გვაზიარებენ. თუ გავხედავთ ჩვენ ცხოვრებას, დაინახავ გზას, რომელზეც გაიარე. მისი გზა კი ცენზურასთან ბრძოლის ეპოპეაა, რომლის პირობებშიც ახალი კინოენა ჩამოაყალიბა. თუმცა შეუთავსებლობა საბჭოთა სინამდვილესთან გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე კინოს გადაღება. გაზაფხულზე გარდაიცვალა ბელადი სოსო. გაგრძელვაზე წამოყვანა მამაჩიმი. ბერიას მოედანა. წავიდა ეს პროცესია და დაიწყო გაგრძელვის ცერემონია. დარიგებული იყო ხალხის უყურა, ყველა მქუდი მოიხადა. რომ ავხედე მამაჩიმს, მამაჩიმი შლაპით იდგა ამაღლად. და მე მოვკაჩი პალტოზე და უთხარი, მამა ქუდი მოიხადე. მამაჩემო ცოტა ირონიით და მკაცრად გადმომხედა და მითხრა, მე აქ იმიტომ მოვედი შვილო, რომ ქუდით ვიყო. თუმცა ეს არავის შეუმჩნევია, რადგან იმ დღიდან უკვე სხვა დრო დაიწყო. Jouez Diane, jouez pour moi avec plus de flamme. როცა მის პირველ შედევრს ქორწილს იღებდა, უნდოდა ნამუშევარი ყველას მოსწონებოდა. დიპლომი აიღო და მისთვის კინოსტუდიის კარი გაეხსნათ. ასეც მოხდა. ქორწილი ახალ სიტყვად იქცა 60-იანელთა თაობისთვის. არ გამოსდიოდა მერულაში სამგი გუგი ქავთარაძის ლანძღო ფანჯიდა რო ილანძდება. მე უთხარი ჩვენი გამნათებელს შენგენაც არ მეთქი რა მინდა თუ რო გამოვას მერულაშვილი ფანჯარაში უთხარი მეთქი აქედან შენ როგორ ბატონო მე უთხარი ასე უთხარი იმიტომ რომ ვერ თამაშობს ნაცვლი იქნება თამაში კაცფშა გიჟდა ემსგავსა და შენ ჯიპი ხულიგანო შენთან მოსული გადაღებაზე შეარცხნა ღმერთმა მე რომ დამთავრდა ქორწილის გადაღება და კარგად წავიდა ფილმის უმეხვეწებოდა ხო გადამიღებ კიდე რამეში პირველ აღიარებას ქოლგა მოჰყვა ნოვაცია საბჭოთა კინოში ძალიან ბევრი ფილმები გაჩნდა ქორწილის მსგავსი ქოლგაზე ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ქოლგაზე თუ ოსტატი არ ახარ ვერ გაგიწდება ხელი და აზროვნებაც არ გიშვერის იქ კიდე რაღაც სხვა ძალები უნდა ჩაერთოს შეძლო ასეთი პირობითის და ასეთი რეალობაში გაკეთებული პირობითობის შექმნა შეძლო ქოლგა სიმბოლოა რომელსაც ყველა თავისებურად აღიქვამს იყოს თავისთვის ეს ქოლგა ნუ ვილაპარაკებ ვისაც უნდა ნახოს ვისაც არ უნდა ნახავს მე ძალიან მეყვარს ეს ფილმი და ემოციურადაც და მენტალურადაც ყოველთვის ისეთი დატვირთული ვარ ხოლმე ამ ფილმს ვუყურებ 1967 წელს კი გადაწყვიტა ისეთი ფილმი გადაიღო, სადაც დრო და სივრცე არ იარსებებდა. მის მიერ ჩაფიქრებულ კინოექსპერიმენტში არც ერთი ახლო და საშუალო ხედი არ უნდა ყოფილიყო. ნამუშევარში მთავარი როლიც მოირგო. მსახიობები თეთრ ფონზე მოქმედებენ. კინოეტიუდის გმირები საკუთარი მოქმედებებით ნათლად გვაჩვენებენ, თუ რაოდენ აბსურდულია ადამიანებს შორის მტრობა. ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც მოსკოვიდან ცნობა მოვიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად კინოში მუშაობა აეკრძალა.
რეჟისორმა გადაწყვიტა ამ მოვლენას კინოენითვე გამოხმაურებოდა. სურათის გამოსვლის შემდეგ მუსიკოსების ფინალში მაყურებელმა უცნაური ვერაფერი შენიშნა. მიხეილ კობახიძე და გია ავალიშვილი ცეკვა-ცეკვით გადიან კადრიდან და ეკრანზე თეთრი გამოსახულება რჩება. კობახიძე ასე გამოიმშვიდობა კინემატოგრაფს. 1991 წელს დაიბარეს და სთხოვეს, გადაიღე რაც გინდა, ვიღაცამ სიმართლე ხომ უნდა თქვასო. მანაც დაიწყო სამზადისი, მაგრამ ანტისაბჭოთა ფილმს წინ ანტისაბჭოთა ნაბიჯმა გაუსწრო. ვერც ბრავის, ვერც ბოდიშს ვიტყვი, ვერ ვიტყვი. თვითმფრინავის ბიჭებს შორის იყო მისი ვაჟი, მსახიობი გეგა კობახიძე. ამ ტრაგედიაზე მიშა კობახიძეს ბევრი არასდროს ულაპარაკია, თუმცა სევდა მისი სახიდან არასდროს გამქრალა. არა, ყველაფერზე შეიძლება საუბარი. ყველაფერზე. კი, რასაკვირველია. საუბარი შეიძლება ყველაფერზე. აი საჭირო თუ არ არის საჭირო, აი ეს არის საკითხავი. ერთადერთი ჩემთვის რთული იყო ჩემი შვილის ცხოვრებაზე გაფიქრება, რა გაიარა მან. ღრმად მწამს, რომ არ შეიძლება ადამიანი ქრებოდეს, არ საიდან მოდიოდეს და არ საით მიდიოდეს. უბრალოდ ამ რეალობიდან სხვაში გადასვლის დრო დგება. რაც შეეხება მარადიულ ახალგაზრდობას, შენზეა დამოკიდებული. თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი. ამბობდა რეჟისორი, რომელმაც სხვა სამყაროში 2019 წლის 13 სექტემბერს 80 წლის ასაკში გადაინაცვლა. ჩვენ კი დაგვიტოვა მემკვიდრეობა, რომელსაც ქართული კინო სულ სხვა სიმაღლეზე ახავს.